Petkheti არის YouTube არხი, რომელიც ფოკუსირებულია მიტოვებული ადგილების შესწავლაზე. არხი გვთავაზობს უამრავ ვიდეოს მიტოვებულ სტრუქტურებზე. YouTuberi საქართველოსაც ეწვია, რათა გამოეკვლიათ საბჭოთა კავშირის დროინდელი საიდუმლო ბომბსაცავის საკომუნიკაციო ცენტრი. შესვლისთანავე მან ნახა უამრავი მიტოვებული სათამაშოები, რომლის იკვდებარეობაც ძალიან უცნაურია. შემდეგ აღმოაჩინა დიდი მიწისქვეშა ობიექტი, რომელიც მოიცავდა გაზის ნიღბებს, ქიმიურ დეტექტორების აპარატურას და ძველ საბჭოთა დოკუმენტებს. ბომბსაცავში არსებობდა მრავალი ოთახი, ოფისები და საწყობები, მათ შორის კონტროლის ოთახი და საკომუნიკაციო სისტემა, რომელიც ქალაქთან დაკავშირებას უზრუნველყოფდა. განსაკუთრებით ამოხსნელი აღმოჩნდა სუფთა მიწისქვეშა წყლის რეზერვუარი, რომელიც წითელი ფერის იყო, და ასევე მიტოვებული აღჭურვილობა, რომელიც 1986 წლით თარიღდებოდა. Petkheti's თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ცუდად გრძნობდა თავს, რადგან თითქმის 2 დღე ვერ დაისვენა, მან მაინც გააგრძელა ბომბსაცავის აღმოჩენა. საბოლოოდ ის უნებელი გავიდა შენობიდან და შემდეგ სხვა ქალაქში გაიმგზავრა. თბილისის ყოფილი ონკოლოგიური საავადმყოფო, ოდესღაც სიცოცხლისთვის ბრძოლას ემსახურებოდა, ახლა კი თავად იქცა სიკვდილის სახლად. მისი ცივი დერეფნები და ჩამონგრეული პალატები მოწმეა იმ ტკივილისა, რომელიც იქ ტრიალებდა. ქალაქის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს კლინიკა, ერთ დროს მთელი ქვეყნის პაციენტებს ემსახურებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში კედლები დაიბზარა, ფანჯრები ჩაიმტვრა და შენობა მიატოვეს. დღეს ამ მიტოვებული საავადმყოფოს მომავალი ბურსით არის მოცული. ზოგი ამბობს, რომ ეს ავადმყოფობით გაჟღენთილი კედლები უნდა დაინგრეს და ახალი შენობა აშენდეს. სხვები კი ამტკიცებენ, რომ ეს ადგილი აუცილებლად უნდა აღდგეს. თითქოს ცდილობენ სიბნელისგან გაჟღენთილ სივრცეს კვლავ სიცოცხლე დაუბრუნონ. ამ შემზარავ ადგილს უკვე მკვლევარებმა და ფოტოგრაფერებმაც მიაგნეს. შენობის ზოგიერთ წერტილში ხანდახან ისმის დამპალი იატაკის ჩუმი ჭრაჭუნის ხმა და ის სუსიამოვნო შეგრძნება, თითქოს აქ მარტო არ ხარ. შენობა დღესაც დგას, მაგრამ მისი ატმოსფერო სავსეა ჩავლილი სიცოცხლის კვალით. ქართველი იუთუბერი და მკვლევარი სახელად Wise Guy წავიდა ერთ-ერთ ყველაზე ამოუცნობ და შემზარავ ადგილის გამოსაკვლევად, სოფელ კარსანში. ეს სოფელი, რომელიც თბილისსა და მცხეთას შორის მდებარეობს, უკვე თითქმის 200 წელია რაც მიტოვებულია. მაგრამ ის რაც აქ დარჩა, მხოლოდ ნანგრევები არ არის. ვიდეოს მსვლელობისას იუთუბერი ნელ-ნელა იკვლევს სოფლის ბნელ კუთხეებს. სოფლის ბილიკები ბალახით და ველური მცენარებით არის დაფარული, მაგრამ მაინც იგრძნობა, რომ აქ ოდესღაც ცხოვრება იყო. ახლა ეს ადგილი ცარიელია. იუთუბერი აღწერს უცნაურ აურას, რომელიც იმ ადგილს დღემდე თან სდევს. ვიდეოში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა იმას, თუ რატომ მიატოვეს სოფელი. ამბობენ, რომ კარსანში ბნელი მოვლენები ხდებოდა და ზუსტად ეს იყო მიზეზი. მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. თბილისის მიწისქვეშ, სადაც მტვერსა და ბეტონის ნამსხვრევებში დაკარგული ძველი გვირაბები იმალება, თბილისის მეტროს მესამე ხაზი უნდა ყოფილიყო. მესამე ხაზის იდეა ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში გაჩნდა, მაგრამ იმპერიის ნგრევამ პროექტი ქაღალდზე დატოვა. მოგვიანებით განახლებულ გეგმები წარმოადგინეს, რომლებშიც ხაზს ვაზისუბნიდან ლილომდე უნდა გაევლო და ასევე უნდა დამატებულიყო ახალი ადგილები, როგორიცაა დიდი დიღომი, მუხიანი, ვაკე, მოსკოვის გამზირი და სხვა. დაპირებები არაერთხელ გაისმა. მალე დაიწყება მიწის გაჭრა, მშენებლები შევა გვირაბში, მეტროსადგურები აღიმართება, მაგრამ წლები გადიოდა და გვირაბები ცარიელი რჩებოდა. ზოგიერთების თქმით, იქ უკვე რაღაც შენდება, მაგრამ არა მეტრო. თბილისში ღამით ზოგჯერ გვირაბებიდან გაუსაძლესი ხმა ამოდის, თითქოს რკინავს რაღაც დიდი და უხილავი აწვალებდეს. თბილისის მიწისქვეშა სისტემა შესაძლოა მეტია, ვიდრე უბრალოდ ტრანსპორტი და მესამე ხაზი. დიდი შირაქი საბჭოთა პერიოდის მიტოვებული სამხედრო აეროდრომია, რომელიც კახეთის რეგიონში, საქართველოს მიწებზე მდებარეობს. 1950 წელს აშენებული ეს ადგილი ოდესღაც 178 გვარდიის გამანადგურებელი ავიაციის პოლკის ბაზას წარმოადგენდა.
თუმცა, როდესაც საბჭოთა კავშირი ჩამოინგრა, აქ განახლებული Su-24-ის მომდამშენები რუსეთში გადაიყვანეს, ხოლო თავად აეროდრომი მიტოვებულ ადგილად იქცა. აეროდრომი დედოფლის წყაროდან 40 კილომეტრშია, ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების სიახლოვეს. დიდი შირაქი დღესაც იქ დგას, უყურადღებოდ, რკინითა და ბეტონით შეკრული, ბრტყელი და მშრალი ლანდშაფტი თითქოს არაფერს მალავს, მაგრამ ის სიჩუმე, რომელიც იქ ტრიალებს, გონებაში უცნაურ ხმებს ვადებს. თითქოს ძველი ძრავების სუზუნი და ბომბის გასროლის ხმები ისევ იქ არის. ყვარჩელის თბოელექტროსადგური, რომელიც აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს, ოდესღაც საბჭოთა კავშირის ინდუსტრიული სიმბოლო იყო. ქვანახშირის მოპოვებით ცნობილი ქალაქი ყვარჩელი 1930-იან წლებში განვითარდა და მეორე მსოფლიო ომის დროს საბჭოთა სამხედრო ძალების ინდუსტრიულ საჭიროებებს ემსახურებოდა. ომის შემდეგ ყვარჩელი გახდა სასურველი საცხოვრებელი ადგილი, არა მხოლოდ მეშახტეებისთვის, არამედ სხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის. თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქალაქი ეკონომიკურად დაეცა და მოსახლეობის რაოდენობა მკვეთრად შემცირდა. თბოელექტროსადგურის ნაწილი კვლავ ფუნქციონირებს, მაგრამ მისი დიდი ნაწილი მიტოვებულია და ნანგრევებადაა ქცეული. მიტოვებული შენობებში ხშირია ჟანგიანი დანადგარები, ლითონის ნარჩენები და სქელი მცენარეულობა, რაც აპოკალიფსურ ატმოსფეროს ქმნის. ერთ-ერთ ოთახში ძველი აირწინაღები იატაკზე იყო გაფანტული. ქალაქის სხვა ნაწილებშიც მრავლადაა მიტოვებული სტრუქტურები, მათ შორის რკინიგზის სადგური, კულტურის სასახლე და საცხოვრებელი კორპუსები. მიუხედავად ამისა, ქალაქის ზედა ნაწილში ბაზარი კვლავ აქტიურია და სიცოცხლით სავსე. ყვარჩელის თბოელექტროსადგურის მიტოვების ნაწილი არა მხოლოდ ინდუსტრიული მემკვიდრეობის ნაშთია, არამედ შემზარავი მოგონებების მატარებელიც. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი ნაწილი კვლავ ფუნქციონირებს, ნანგრევები და მიტოვებული შენობები ქალაქის წარსულისა და აწყოს შორის დაძაბულ ურთიერთობას ასახავს. დედაქალაქის ქვემოთ დაახლოებით 450 საბჭოთა პერიოდის ბუნკერი, რომელიც ცივი ომის დროს აშენდა შესაძლო ბირთვული და სხვა თავდასხმების მომზადებისთვის. ერთ-ერთი გამორჩეული ბუნკერი აღჭურვილია საკონტროლო პანელით. ეს მოწყობილობა უზრუნველყოფდა კომუნიკაციას საქართველოს სხვა თავშესაფრებთან, მაგრამ ახლა მის ღილაკებზე მხოლოდ ადამიანის თითების დანახვაა შესაძლებელი. 1980-იან წლებში დაიგეგმა დიდი წყალსაცავის მშენებლობა თბილისის ერთ-ერთ გარეუბნის ქვემოთ, უზარმაზარი ბნელი ხვრელი, რომელიც თითქოს მიწის გულში ჩასასვლელ კარიბჭეს გავს, ის არასდროს აავსეს წყლით, მაგრამ მის სიღრმეში ჩამდგარი წყლის ხმა დღემდე ისმის. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ 1991 წელს ეს ბუნკერები მიატოვეს. ბევრი მათგანი კვლავ დაფარულია და მათი მონახულება სპეციალური ნებართვას საჭიროებს, რადგან არსებობს საფრთხეები, როგორიცაა სტრუქტურული დაზიანებები, ნაწილობრივი ნგრევა და ღამურების არსებობა. ერთი მნიშვნელოვანი გვირაბი, სახელად რუსთაველი 2, გადის თბილისის ცენტრალური ნაწილის ქვემოთ და ამჟამად მთავრობის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამ ბუნკერების სუსტი ადგილმდებარეობა ხშირად კონფიდენციალურია, რათა თავიდან აიცილონ ვანდალიზმი და უზრუნველყონ უსაფრთხოება. მიტოვებული ბიოტექნოლოგიური კომბინატი ტაბახმელაში გაიხსნა გასული საუკუნეების 60-იან წლებში. მისი საქმიანობა და პროდუქცია მკაცრად გასაიდუმლოებული იყო. ადგილობრივები ამ ადგილს უბრალოდ ბიოკომბინატს ეძახდნენ, მაგრამ ყველა, ვინც აქ მოხვედრილა, გრძნობს, რომ ადგილი ჩვეულებრივი არ არის. ტერიტორია მოიცავს ადმინისტრაციულ შენობას, გაუხსნელად დარჩენილ ცეხებს, ბომბსაწინააღმდეგო თავშესაფარს, სველ ქვესადგურს და ჩაბნელებულ ფარეხებს. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ კი კომბინატმა თითქოს ამოისუნთქა, მაგრამ 90-იან წლებში ედუარდ შევარდნაძის ბრძანებით და ამერიკული ფინანსური მხარდაჭერით თითქოს რაღაც ძალამ ეს ადგილი კვლავ გააცოცხლა. დაიწყო ვაქცინების წარმოება, თუმცა როგორც ყველა ასეთ საიდუმლო პროექტს ჩვევია, ყველაფერი მალევე შეწყდა. 2000-იანი წლების დასაწყისში კომბინატი გაკოტრდა, კარი საბოლოოდ ჩაირაზა, ხოლო მასში არსებული ყველაფერი გაიძარცვა. თბილისში, დიღმის რაიონში მდებარე ბიოქიმ კომბინატი
ერთ დროს მნიშვნელოვანი სამრეწველო ობიექტი იყო. ბიოქიმიური წარმოება, უცნაური ქიმიკატები, ექსპერიმენტები, რომლის შესახებ ინფორმაცია არასდროს გასაჯვაროებულა, მაგრამ დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა. ეკონომიკა დაეცა, ხალხი წავიდა, ხოლო ქარხანა დარჩა, ჩაბნელებულ და ამოუხსნელ ადგილად. დღეს ეს მიტოვებული ქარხანა ურბანული მკვლევარების და ფოტოგრაფებისთვის გამოწვევად იქცა. ეს ადგილი ინდუსტრიული დეგრადაციის და მივიწყებული საიდუმლოებების მიქსია.